საქართველოს უნივერსიტეტმა Quantum Technologies Conference 2026 უმასპინძლა, რომელიც კვანტური ტექნოლოგიების სფეროში მკვლევარებს, ლექტორებს, სტუდენტებს და ასევე საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს. ღონისძიება უნივერსიტეტის კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა ამ სწრაფად განვითარებადი მიმართულებების მეტად პოპულარიზაციას და თანამშრომლობის გაძლიერებას. კონფერენციის პროგრამა მოიცავდა კვანტური გამოთვლების, ალგორითმების, კრიპტოგრაფიის, კომუნიკაციების, სენსორიკისა და კვანტური მასალების თემებს. განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო იმ ტექნოლოგიურ გავლენებს, რომლებიც კიბერუსაფრთხოებას, ხელოვნურ ინტელექტს, მედიცინას და სხვა სტრატეგიულ სფეროებს უკავშირდება. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია საქართველოს კვანტურ ეპოქაში გამოწვევები და შესაძლებლობები, სადაც მონაწილეებმა იმსჭელეს ქვეყნის პოტენციალზე, განათლების და კვლევების გაძლიერების აუცილებლობაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. კონფერენცია შეფასდა როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში კვანტური მეცნიერების განვითარების მიმართულებით. საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა კვანტური ტექნოლოგიების კონფერენცია, რომლის მიზანი იყო შეგვესწავლა და გამოგვეჩინა ქართული მეცნიერების, პროფესორების, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევარების პოტენციალი ამ მიმართულებით. იცით, რომ კვანტური ტექნოლოგიები ძალიან პოპულარულია. ბევრი სამეცნიერო ცენტრი უკვე მუშაობს კვანტურ ტექნოლოგიებზე და ჩვენ გვინდა ქართული პოტენციალი ამ მიმართულებით გამოვავლინოთ, შექმნათ ის საზოგადოება, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ამბობს თავის სიტყვას ამ ტექნოლოგიებში. ამ ტიპის კონფერენცია ასე ყველა თემას რომ მოიცავს, ფაქტობრივად პირველად ჩატარდა საქართველოში და ამ ეტაპზე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში უამრავი ინვესტიცია მიდის, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე კერძო კომპანიების მხრიდან, უკვე მთელი რიგი კვანტური კომპანიები გახდნენ, კომერციული მოგება აქვთ უკვე და ასრულებენ რეალურ ამოცანებს და ამ დროს საქართველოს ამ მხრივ სტრატეგიაც კი არ აქვს დაგეგმილი. შესაბამისად, უნივერსიტეტების წვლილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს უნივერსიტეტი მოიხსენება თავის კვლევებს დაფუძნებული უნივერსიტეტი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ტექნოლოგიების განვითარებას. საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო მარკეტინგებელი კომპანიების მიერ აღიარებულია საუკეთესო უნივერსიტეტად რეგიონში, საუკეთესო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად და კვანტური ტექნოლოგიები არის 21 საუკუნის ტექნოლოგიები. თუ ვიტყვით, რომ მე-20 საუკუნის ტექნოლოგიები იყო ელექტრონიკა და ტრადიციული კომპიუტინგი და ახლა უკვე 21 საუკუნე იქნება კვანტური ტექნოლოგიების.